ევროპის პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნა სულ ცოტა ხნის წინ, თუ არ ვსწავლი 2 წლის წინ, როგორც სწორედ ისეთი გაერთიანება, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა ევროპას, რომ ევროპის კონტინენტზე განლაგებული ყველა შესაბამისი სახელმწიფოს წარმომადგენლები შეკრებილიყვნენ ერთ ფორმატში, მიუხედავად იმისა, ამ სახელმწიფოებს დემოკრატიული წყობა აქვთ მართვის თუ სხვა. ამიტომ ამ შეკრებაზე თავისთავად მიწვევა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიული ლეგიტიმაცია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ აღიარა. ეს არის აღიარება ფაქტის, რომ დღეს de facto ჩვენს ქვეყანას მართავს სწორედ ეს პოლიტიკური ძალა. თუმცა ძალიან საინტერესო იქნება რაიმე ორმხრივი შეხვედრები თუ ექნება კობახიძეს ამ ფორმატში, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ასევე მხოლოდ იმიტომ, რომ ევროსაბჭოს წევრი არის დღეს საქართველოს de facto საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა მინისტერიალზე და იქ ფაქტიურად არც ერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა არ გაუმართავს, იმიტომ რომ მათ არ ხვდება შესაბამისად ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობა. საინტერესოა კობახიძეს თუ შეხვდება ვინმე. მე ველოდები იგივე შედეგს, რომ მას არანაირი სერიოზული ორმხრივი შეხვედრა არ ექნება და მხოლოდ ფორმალურად მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში.